აი ახლა ვისაც გინდათ სიტყვაზე ბოტანიკურ ბაღში წასვლა, ვისაც გინდათ ბათუმში, დაგჭირდებათ ეს ინფორმაცია ზაფხულზე. ესე იგი ახლა მე ვდგავარ კოლიზეუმთან ვდგავარ, აი ამ ადგილზე. ეს არის შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა. იქ არის გაჩერება რა. აი აქ 15-20 მეტრში გაჩერებაა. აქ გამოივლის 10 ნომერი მარშრუტკა რა. აქ გამოივლის 10 ნომერი ბოდიში მარშრუტკა კი არა და ავტობუსი, 10 ნომერი ავტობუსი. საქართველოს ბანკის ბარათით ჩვეულებრივად შეგიძლიათ გადაიხადოთ 30 თეთრი. ანუ 30 თეთრად მოხვდებით ამ ადგილიდან ბოტანიკურ ბაღში რა. 30 თეთრი. განსხვავება რა არის? ტაქსით რო წახვიდეთ დაახლოებით 30 ლარი დაგიჯდებათ. რამხელა განსხვავება 30 თეთრსა და 30 ლარს შორის. კოლიზეუმთან აი. შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა. ეხლა საინტერესო ის არის, იმიტომ რომ აი ხა რუსები ყველაფერს პოულობენ, ანუ თუ კი რაიმე არის ინფორმაცია სადღაც რომ მინდა წავიდე, რუსების TikTok-იდან უფრო ვგებულობ ხოლმე, იმიტომ რომ ქართველები ნაკლებად დებენ ინფორმაციას და აი ძალიან დიდი მინუსია რა, თვითონ ბიზნესი ვისაც აქვს, ან კოტეჯები იქნება თუ სასტუმროები თუ რა ვიცი, რაც ნებისმიერი მომსახურების სფერო არ არეკლამებენ ნორმალურად. ბლოგერებსაც ხო არ აძლევენ საშუალებას რომ გაარეკლამონ, იმიტომ რომ ფულის გადახდა არავის არ უნდა. ნუ ძირითადად არ უნდა ხო და შემოვიდა ახლა ის ბათუმის მუნიციპალიტეტური ბოდიში ბათუმის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტი რაღაცა რა ვიცი ბათუმის ავტობუსები რა აღარ დავგუგლე ნორმალურად არ იძებნება სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციები რაღაცა თაღლითური აპებია რომელიც უნდა გადმოწერო და რაღაც საიტები ახლა ოფიციალურ საიტზე თვითონ ავტობუსების ბანერზე ოფიციალური საიტი რაც არის bat.auto.g ან ბათუმის ავტოტრანსპორტიო რა. შევდივარ საიტი არ მუშაობს. ხო და ეს ძალიან ცუდია რა. ძლივს დედაქალაქს ძლივს ეღირსა რომ გაიმართა ეს სატრანსპორტო კომპანიის აპლიკაციას და ყველაფერიც. ხო და აქეთ ჯერ ჩამორჩენილობა ამ ამბავში. ან მე არ ვიცი რაღაც. რა თქმა უნდა რაღაც იქნება, მაგრამ მე ვერ ვნახე. როცა ვნახავ გეტყვით რა. ეხლა რატომ ვეძახი ხა ბათუმში უნდა წავიდე? აი სენატთან ვარ აი. ბათუმში უნდა ბოდიში ბოტანიკურში უნდა წავიდე ხლა. ხვალანზე ნახოთ ხვალ მე მგონი წვიმაა გამოცხადებული მაგარი. ხვალანზე წავალ და ბოტანიკური უნდა გადავიღო მთლიანად და ამიტომ ამბობ რა. გამოცდილებას რასაც დავაგროვებ, გაგიზიარებ ყველაფერს. ბოტანიკურ ბაღს გადავიღებ მთლიანად რა. იმას უკვე ადგილიდან დავიწყებ გადახებას. პატარ-პატარა კადრებს გზაში გადავიღებ, მაგრამ საბოლოო ჯამში ესეა რა. სატრანსპორტთან დაკავშირებით რასაც გავიგეთ კიდე ინფორმაციას კიდე